სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პრობლემებიდან გამოსავალი ავტონომია ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციის საბჭოს კოორდინატორმა ერევანში განაცხადა და აღნიშნა, რომ რეგიონის პრობლემებზე ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა. ავტონომიის წარმოქმნის საფრთხესთან დაკავშირებულ შეკითხვას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკომენტარო ტოვებს. ანა ბროლაძე თემას კიდევ ერთხელ უბრუნდება და დეტალებს გაგაცნობთ. საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ ერთი ავტონომიის წარმოქმნის შესახებ სომხური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამჯერად სამცხე-ჯავახეთის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციის საბჭოს კოორდინატორმა არტაკ გაბრიელიანმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი აზრით, სამცხე-ჯავახეთში არსებული პრობლემების გადაჭრის გზა საქართველოს ამ რეგიონისთვის ავტონომიური სტატუსის მინიჭებაა. გაბრიელიანი იმასაც აღნიშნავს, რომ ეთნიკური სომხების პრობლემებზე ევროპარლამენტში გამართული შეხვედრების დროსაც ისაუბრა. ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას გამოხატავს და აქვე იმ მიზეზებსაც განმარტავს, რამაც მის საზოგადოებრივ ორგანიზაციას ავტონომიის სურვილი გაუჩინა. გაბრიელიანის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება ევროპისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიღებულ თანხას თბილისსა და სხვა რეგიონებზე ხარჯავს. ჯავახეთამდე კი არაფერი მიდის. არ არსებობს ეგეთი პრობლემა. ასეთი რეაქციები საგარეო საქმეთა მინისტრსა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს მაესტრო შეკითხვაზე ჰქონდა. ჩვენ დავინტერესდით, რა ხდება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და რამდენად რეალურია ეთნიკური კონფლიქტის საფრთხე. გრიგოლ ვაშაძისა და ბათუ ქუთელიასგან განსხვავებით ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებმა განმარტეს, რომ საქართველოს ეთნიკური უმცირესობები დასახლებულ ყველა ტერიტორიაზე, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში, არც კონფლიქტისა და არც ავტონომიის საფრთხე არ არსებობს. Გავსი არაფერი არ მსმენია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფი, რომელიც საქართველოს ცხოვრობს, ისეთივე პატრიოტია საქართველოსი, როგორც ქართველები, ასე რომ ასეთი რამ გამორიცხულია და დარწმუნებული ვარ არ იქნება. არანაირ ჯავახეთის პრობლემა საქართველოში არ არსებობს. ინტერეთნიკური ურთიერთობების საკითხები საქართველოში დღეს ისე მოგვარებულია, როგორც არასოდეს. ამიტომ არაფერი არ ემუქრება ჯავახეთში მოსახლეობის მშვიდობას, მათ კეთილდღეობას. როგორი განწყობა აქვთ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს, ამაზე სომხური სათვისტომოს წევრი მარი მიქოიანი საუბრობს. გვიყვება, რომ ადგილობრივების დამოკიდებულებას იცნობს და მათ არა ავტონომია, არამედ ადგილობრივ თვითმმართველობაში უფრო აქტიური ჩართულობა სურთ. კარინა მარსეგიანი ეთნიკური სომხების, მათ შორის ჯავახეთის რაიონში მცხოვრებთა პრობლემებსა და უფლებებზე მუშაობს. აღნიშნავს, რომ ავტონომიის საკითხი შესაძლოა რეალური გახდეს, თუ ხელისუფლება სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებთა პოლიტიკურ დევნას არ შეწყვეტს. ტერორი გრძელდება, სანამ მე ამას ვიტყოდი, რომ სანამ ჩვენი ხელისუფლებამ ამ ტერორის გაგრძელებას თავი არ დაანებოს მოსახლეობას და დევნა არ შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, ეს მოსახლეობაში ყოველთვის ეს აზრი იქნება. ვის მხარდამჭერებს დევნია? რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს ებრძვიან. მე არ ვთვლი, რომ შეიძლება ეთნიკური დაპირისპირება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ორი ადამიანი, ერთი რომელიც იმყოფება სომხეთში და სხვა ადამიანები, რომლებიც არიან რუსეთში, შეძლებენ საქართველოში აი ამ დაპირისპირების გამოწვევას მათ შორის, როდესაც არის აბსოლუტურად არანაირი სიტუაცია არ არის. სამცხე-ჯავახეთის თემაზე ერევანში გავრცელებული ინფორმაცია პირველი არაა. საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ ერთი დამოუკიდებელი წარმონაქმნის გაჩენის ალბათობაზე ნოვიე ხრონიკი რამდენიმე დღის წინ წერდა. რუსული გამოცემა ჯავახკის დიასპორის ხელმძღვანელის აგას არაბიანის განცხადებას ეყრდნობოდა, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე ეთნიკური სომხებით დასახლებულმა ჯავახკის ისტორიულმა რაიონმა შესაძლოა სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა მოითხოვოს. ქართველ ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა უმეტესობამ ამ ინფორმაციის შეფასებისას აღნიშნა, რომ საფრთხე ამ ეტაპზე არარეალურია და რომ მსგავსი პროვოკაციული განცხადებებით ქვეყანაში ვითარების დაძაბვას მეზობელი რუსეთი ცდილობს.